მოგესალმებით. იმედია მონაცემთა სტრუქტურებმა არ შეგაშინათ, იმიტომ რომ შიშის დრო ახლა. გთხოვთ სუსტი გულის ქონეები და ვაიპ კოდრები გაერიდოთ ეკრანებს. დავიწყოთ ალგორითმების განხილვა. რა არის ალგორითმები? ალგორითმები არის პრობლემების გადაჭრის სხვადასხვა გზები. პირველი ალგორითმი 800 წელს არაბმა მათემატიკოსმა ალ-ხვარაზმიმ შექმნა, ლათინურად ალგორითმი. მისი პირველი ალგორითმი იყო რიცხვების ჯამის კვადრატის გაშლა და ნახატზე ხედავთ ამას მის ჩაწერას. ახლა ვისაუბროთ წრფივ ძებნაზე. წრფივი ძებნა არის ერთი მარტივი ალგორითმი, როდესაც მოცემულ მასივში ჩვენ უნდა ნახოთ რაღაც ელემენტი, რომელ ინდექსზე იმყოფება. მაგალითად, აქ გვაინტერესებს მე რამდენი ელემენტია 33. ამიტომ გადავუყვებით, ჯერ პირველ ელემენტს შევამოწმოთ, შემდეგ მეორეს, შემდეგ მესამეს და ასე შემდეგ. ვამბობთ, რომ ამას აქვს O(n) დროის კომპლექსიტი, ანუ მაქსიმუმ n ცალი ოპერაცია მოგვიწევს თუ n ზომის არის ჩვენი მასივი. რას ნიშნავს O(n)? ცოტა ხანში კარგად გავიგებთ. ამის იმპლემენტაცია იქნებოდა ერთი for loop-ით, როგორც აქ ხედავთ, გადაურბენდით და სადაც უპოვედით დავუბრუნებდით იმ ინდექსს, ხოლო თუ ვერ უპოვედით დავუბრუნებდით -1-ს. რიცხვის პოვნისთვის ასევე არსებობს ორობითი ძებნის ალგორითმი, რაც ბევრად უფრო სწრაფია ვიდრე წრფივი ძებნა. როგორ მუშაობს ეს? ორობითი ძებნისას მაგალითად უნდა ვიპოვოთ 33. ჯერ ვამოწმოთ შუა ელემენტს, ამ შემთხვევაში 27-ს. რადგან 27-33-ს ნაკლებია, თუ ჩვენ ვიცით რომ ეს მასივი უკვე ზის მიხედვით არის დალაგებული, მაშინ ვიცით რომ 27 და მის მარცხნივ ყოფი ყველა ელემენტი არ გავაწყობს და პირდაპირ გადავრიცხავთ. შემდეგ დარჩენილების შუა ელემენტს შევამოწმოთ. 42-33-ზე მეტია, ამიტომ ის და მის მარჯვნივ ყოფი ყველა ელემენტიც ასევე არ გვაწყობს და გამოირიცხება. შემდეგ დარჩენილებს შევიღებთ და ისევ სანამ არ მივაგნებთ ჩვენს ელემენტს. ამ შემთხვევაში ვიპოვეთ და აღმოჩნდა რომ მივაგენთ ჩვენს ინდექსს. თუმცა იმისთვის რომ ორობითმა ძებნა მიმუშაოს, უკვე დალაგებული უნდა იყოს მასივის ზის მიხედვით, რასაც ახლა განვიხილავთ. პირველ რიგში ხედავთ რომ ეს არის იგივე მასივი რაც სლაიდზე ქონდა და ვეძებთ 33, რომელ ინდექსზე იქნებოდა. თვალის ზომით შეგვიძლია ვნახოთ რომ ეს არის 0, 1, 2, 3, 4 და მეხუთე ინდექსი, ანუ პასუხი უნდა იყოს 5. ამისთვის შევქმნით binary search კლასი, რომელშიც უნდა გავწეროთ find ფუნქცია, რომელიც მიიღებს ამ მასივს, ამ სამიზნე x და დააბრუნებს სწორ ინდექსს. მოდით შევიდეთ ახლა ამ binary search კლასში და შევქმნოთ ეს find მეთოდი. პირველ რიგში, როგორც სლაიდზე გავაკეთეთ, აქაც შემოვიღოთ მარცხენა და მარჯვენა ისრები, რომლის მიხედვითაც ყოველ ჯერზე შუა წერტილს ვიპოვით და შევამოწმოთ. ესე იგი, შევქმნით left-ს, რომელიც თავიდან 0-ის ტოლი იქნება, და right-ს, რომელიც თავიდან იქნება მასივის სიგრძეს გამოკლებული 1, იმიტომ რომ 0-დან იწყება და შემოიცით ბოლო ელემენტი არის სიგრძეს -1 ინდექსზე. სანამ მარცხენა ნაკლებიანი ტოლია მარჯვენაზე, ანუ ჯერ კიდევ შესამოწმებელი გვაქვს ვინმე, ყოველ ჯერზე ვიწოდოთ რომ შუა წერტილი არის მარტივად მარცხენას პლუს მარჯვენა გაყოფილი 2-ზე და შევამოწმოთ, თუ ჩვენი მასივის მეშვე ელემენტი არის x-ის ტოლი, პირდაპირ დავაბრუნოთ ეს ინდექსი, ანუ შუა. სხვა შემთხვევაში, ან მარცხენა მხარე უნდა მოვაჭროთ, ან მარჯვენა მხარე იმის მიხედვით მეტი იყო თუ ნაკლები. თუ ჩვენი მასივის შუა ელემენტი x-ზე ნაკლები იყო, მაშინ ვიცით რომ აწი მარცხენა ყველა შეაძლო ელემენტი არის შუას +1, იმიტომ რომ შუა და მისგან ყველა მარცხნივ ვიცით რომ გამორიცხულია უკვე. ანალოგიურად თუ პირიქით მოხდა რომ ანუ მეტი იყო, ვიცით რომ მაშინ ყველაზე მარჯვენა შეაძლო პასუხი ჯერ კიდევ არის შუას -1. ამ ლოგიკით გავუყვებით, მანამდე სანამ შეგვიძლია. თუ ვერც ერთხელ ვერ მივედით შუას ტოლობამდე და ამას გავცდით, ვიცით რომ მასივში არ ყოფილა ჩვენი ელემენტი და დავაბრუნებთ -1-ს. ამგვარად ვხედავთ, რომ left და right, რომელიც დასაწყისში იყო თავში და ბოლოში, ნელ-ნელა ერთმანეთს უახლოვდებიან, ყოველ ჯერზე ხან ერთი იჭრება, ხან მეორე და ბოლოს ერთმანეთს გადაცდებიან. თუ გადაცდა, ნიშნავს რომ ყველა ელემენტი შევამოწმეთ და ვერ ვიპოვეთ, რა შემთხვევაშიც -1-ის დაბრუნება უკვე ლოგიკურია. იმისთვის რომ ნახოთ ზუსტად როგორ იმუშავებს ეს კოდი ჩვენ მაგალითზე, დავსვათ breakpoint და გადავყვეთ დებაგერით. როგორც აქ ხედავთ, შემოვედით აქამდე, მოწოდებული გვაქვს მასივი აი ამ ელემენტებით და x-ი, რომელიც უდრის 33-ს. გადავედით პირველი ლაინი და left-ი შეიქმნა 0-ით და right-ი შეიქმნა 9-ით. left-ი რა თქმა უნდა right-ს ნაკლებიანი ტოლია, ამიტომ შევედით. შუა წერტილი ავიღეთ, რომელიც ჯერ უდრის 4-ს. მასივის მეოთხე ელემენტი არის ამ შემთხვევაში 27, რაც არ უდრის x, ამიტომ ჩამოიჭრა და left-ი გახდა მინიმუმ 33-ის ტოლი, ანუ მეხუთე ელემენტის, რაც ჩვენ ვიცით რომ სწორია, მაგრამ კოდმა ჯერ არ იცის. შემოbrუნდით თავიდან, ახლა შუა ელემენტი გახდა 7. მასივის მეშვიდე ელემენტი ვიცით რომ ჩვენსაზე დიდია, ამიტომ პირიქით ახლა მარჯვენა მხარე მოიჭრება და გახდება 6-ის ტოლი. თავიდან ბრუნდებით კოდში და ამ შემთხვევაში უკვე 5-სა და 6-ს შორის, რადგან დამრგვალებით ხდება, საშუალო ელემენტი გამოვიდა მეხუთე. რადგან მეხუთე გამოვიდა, მასივის მეხუთე ელემენტი უკვე ჩვენი x-ის ტოლია და ამიტომ 5-იანი დაგვიბრუნდა პასუხად.
ჩაიწერა ჩვენ ინდექსში და გამოვიდა ეკრანზე პასუხად, როგორც ხედავთ აქ. იმისთვის რომ შევამოწმოთ, რომ ნამდვილად სწორი ლოგიკაა, მოდი რამდენიმე სხვა შემთხვევას შევამოწმოთ. მაგალითად, ნახოთ თუ 19-საც სწორად იპოვის, რაც თვალის ზომით შეგვიძლია შევხედოთ, რომ უნდა იყოს 2 სტოლი და სწორად იპოვა. ეგრეთ წოდებული edge case-ებით შევამოწმოთ, ანუ პირველი და ბოლო ელემენტი ხომ სწორად იზებნება. იმიტომ რომ ძალიან ხშირია პროგრამირებაში off by one შეცდომები. ხედავთ, რომ პირველი ელემენტი სწორად მოზებნა და ბოლო ელემენტსაც წესით სწორად იპოვის. მოდი შევამოწმოთ. ბოლო ელემენტი სწორად მოზებნა და ნახოთ, რომ არარსებულ ელემენტს ნამდვილად ვერ იპოვის, მაგალითად 8, რომელიც ჩვენ მასივში არ არის, აბრუნებს -1-ს. ისე როგორც მაგალითად 15, რომელიც არ არის ჩვენ მასივში და აბრუნებს -1-ს. ამგვარად ჩვენ ნახეთ, რომ სწორად მუშაობს ჩვენი ორობითი ძებნა. ალბათ შემჩნევთ, რომ წრფივი ძებნა და ორობითი ძებნა სხვადასხვანაირად ჩაიწერა კოდში, მაგრამ რამტომ არსებობს ორივე და რა შემთხვევაში რომელი უნდა გამოვიყენოთ? მოდი ამას ჩავუხმოვდეთ. პირველ რიგში, როგორ შევადაროთ ალგორითმები? ალგორითმები შეიძლება შევადაროთ მაგალითად დროის სირთულის მიხედვით ან სივრცითის სირთულის მიხედვით. ამას ეწოდება ასიმპტოტური ანალიზი. ასიმპტოტური ანალიზისთვის გამოიყენება big O ნოტაცია, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ვზომავთ ალგორითმის ყველაზე ცუდ შემთხვევაში, რამდენი დრო ან რამხელა სივრცე დაჭირდება. big O ნოტაციას აქვს მაგალითად ასეთი შემთხვევები. O1 არის, როდესაც მიუხედავად იმისა, თუ რამხელაა ჩვენი input-ი, ანუ მასივის ზომა ან რაიმე ელემენტი, ყოველთვის იგივე დრო დაჭირდება. O(n) თუ წრფივად იზრდება, ანუ ორჯერ დიდ inputs, ორჯერ მეტი დრო დაჭირდება და ასე შემდეგ და O(n) კვადრატი თუ კვადრატულად იზრდება. მაგალითად, წრფივი ძებნის შემთხვევაში არის O(n), იმიტომ რომ ყველა ცუდ შემთხვევაში შეიძლება ბოლო ელემენტი მოგვიწიოს, ამიტომ ზუსტად n-ცალი ოპერაცია დაგჭირდეს. ხოლო ორობით ძებნაში არის log(n), იმიტომ რომ ყოველ ნაბიჯზე 2-ზე ვყავთ ჩვენ შესაძლო სივრცეს, სადაც ვეძებთ ამ წერტილს. ყოველ ნაბიჯზე ჯერ მარცხენა ნახევარი ან მარჯვენა ნახევარი იჭრება. ამიტომ იყოფა 2-ზე და ასე შემდეგ, სანამ არ გავთავდება ყველა რიცხვი. ამიტომ არის O log(n) დროის სირთულე. აი მაგალითად, ეს არის რამდენიმე შემთხვევა იმისთვის, რომ მივხვდეთ რამხელა განსხვავებაა წრფივ და ლოგარითმულ დროის სირთულეებს შორის. როგორც ხედავთ, მაგალითად 16 როცა არის, შეიძლება დიდად ვერ მივხვდეთ განსხვავებას, მაგრამ მილიონი ელემენტიან მასივში, მაგალითად, წრფივში დაგჭირდებოდა მილიონი ოპერაცია, ხოლო ორობიტში 20 ოპერაცია. ხოლო მილიარდიან ელემენტში წრფივში მილიარდი ოპერაცია, ორობიტში კი 30 ოპერაცია. ეს უკვე საკმაოდ დიდი განსხვავებაა. დროის complexity იწერება რამოდენიმე სხვა კლასად. ასეთი კლასებს შორის გამორჩეულია O1, რაც ნიშნავს მუდმივ დროს, O log(n), ანუ მაგალითად ორობიტის ძებნაში როგორც იყო ლოგარითმული დრო, O ფესვიანი, O(n), O(n log(n), O(n კვადრატი და ასე შემდეგ. ყველაზე ცუდ შემთხვევაში O(n) ხარისხად n. რას ნიშნავს ახლა ეს big O ნოტაცია? O არის ფუნქცია, რომელიც მოცემული ჟ ფუნქციისთვის დაგვიბრუნებს ყველა ისეთ f ფუნქციის სიმრავლეს, რომელიც აკმაყოფილებენ ასეთ პირობას. რომ ყველა ასეთი ფუნქციისთვის უნდა მოიძებნებოდეს ისეთი არავარყოფითი c და ისეთი ნატურალური რაღაც n0, რომ ყველა n-ისთვის, რომელიც ამ n0-ს გადაცდება, c გამრავლებული ჟ-n-ზე უნდა იყოს მეტი ან ტოლი fn-ზე. ახლა რას ნიშნავს ეს ვიზუალურად? ვიზუალურად ეს ნიშნავს, რომ ჩვენი fn ფუნქცია თავიდან შეიძლება ამ c-ჯერ ჟ-n-ზე მეტი იყოს, თუმცა რაღაცა n0 წერტილს იქეთ უკვე ყოველთვის მასზე ნაკლები ან ტოლი უნდა იყოს. ამგვარად big O გვაჩვენებს ისეთ ფუნქციას, რომელიც ასიმპტოტურად ყოველთვის უფრო სწრაფად გაიზრდება ვიდრე ჩვენი fn-ი და ამიტომ მისი upper bound-ი, ანუ ზედაზღვარია. ანუ მაგალითად თუ ჩვენ გვექნება ფუნქცია 2n-ი, ამისთვის მოიძებნება c მაგალითად 3 და გვექნება რომ ვიტყვით რომ 3n-ი მასზე ყოველთვის ასიმპტოტურად მაღლა იქნება ვიდრე 2n-ი. ამიტომ შეიძლება ვთქვათ რომ big O-ი ვიტყვით რომ ეს არის O(n) ოჯახის ფუნქცია, იმიტომ რომ ჟ-ი იქნება იგივე n-ის ტოლი, მაგრამ c იქნება 3-ის ტოლი. ამგვარად big O გვაჩვენებს ყოველთვის ზედაზღვარს, არსებობს ომეგა, რომელიც გვაჩვენებს ქვედაზღვარს და თეტა, რომელიც გვაჩვენებს საშუალოს და ახლა ყოველს განვიხილავთ. ასევე არსებობს ომეგა ნოტაცია, რომელიც პირიქით საუკეთესო შემთხვევას გვეუბნება. მაგალითად, ჩვენ წრფივ ძებნაში საუკეთესო შემთხვევა არის O1, თუ პირველივე შემთხვევაზე ვიპოვით. ორობით ძებნაშიც არის 1 თუ პირველივე შემთხვევაზე ვიპოვეთ აქაც. ომეგას ლოგიკა თითქმის იგივეა, ოღონდ აქ c-ჟ-ნი უნდა იყოს ნაკლები ან ტოლი fn-ზე. რაც გრაფულად გამოისახება ასე, ანუ საპირისპიროდ. ასევე არსებობს თეტა ნოტაცია, რომელიც საშუალო შემთხვევას გვითვლის, ანუ საშუალო დრასირთულის არის ალგორითმი. ამ შემთხვევაში ჩვენ ვეძებთ c1 და c2 მუდმივებს და
უნდა აკმაყოფილებდეს ასეთ პირობას, რომ C1 ჟიანი უნდა იყოს ყოველთვის ნაკლები ანტოლი Fn-ზე და C2 ჟიანი ყოველთვის მეტი ანტოლი მასზე. რაც გვაჩვენებს აი ასეთ გრაფს, რომ ანუ ყოველთვის ამ ორ გრაფს შორის უნდა იყოს მოქცეული ჩვენი Fn. ეს იყო ასიმპტოტურ ნოტაციაზე. ახლა კონკრეტულ ალგორითმებში განვიხილავთ ამას და უფრო ზუსტად მიხვდებით, როდის რას ნიშნავს ეს. მოდი ვისაუბროთ დალაგების ალგორითმებზე, რადგან წეგან ვახსენეთ, რომ ორობით ზებნაში ზრდის მიხედვით დალაგებას ველოდით. დალაგების ალგორითმები არის რაიმე ლოგიკით, მაგალითად შეიძლება ზრდის მიხედვით კლების მიხედვით და რაიმეს მიხედვით, როცა გვინდა მოცემული მასივის დალაგება. მაგალითად ეკრანზე ხედავთ ამ 4 რიცხვის დალაგებას. დალაგების ალგორითმებში ერთ-ერთი პირველი, რასაც ასწავლიან, იმიტომ რომ უფრო მარტივი და სწორია, არის bubble sort-ი. Bubble sort-ის შემთხვევაში ჩვენ ყოველ ორ მეზობელს ვამოწმევთ და თუ ისინი არ არიან ზრდის მიხედვით, ვუცვლით ადგილს. ასე გადავურბეთ ერთხელ ბოლომდე, რის შემდეგაც გვეცოდება, რომ ყველაზე მარჯვნივ უკვე მაქსიმალური რიცხვი წერია. შემდეგ ისევ გადავურბეთ და გვეცოდება, რომ მის მარცხნივაც მაქსიმალური რიცხვი წერია და ასე შემდეგ ზუსტად n-1 ჯერ გადავურბეთ n ელემენტიან სიმრავლეს. ამისი დროის სირთულე ვიცით, რომ O(n კვადრატია). თუ რატომ ახლა მის იმპლემენტაციაში ვიხილავთ. როგორც ხედავთ, ეს არის იგივე მასივი, რითაც დავიწყეთ სლაიდზე. შევქმნით bubble sort კლასი, რომელსაც გავუკეთეთ sort მეთოდი. Sort მეთოდი მიიღებს ამ ჩვენ მასივს და ზრდის მიხედვით დაალაგებს. შემდეგ კი მარტივი for loop-ით ეკრანზე გამოვიტანთ თითოეულ ელემენტს, რომ ნახოთ სწორად დაალაგდა თუ არა. მოდი ჩავიხილოთ ახლა bubble sort კლასში და ამ sort მეთოდის იმპლემენტაცია დავწეროთ. როგორც ხედავთ, ვიღებთ მასივს და დანარჩენი ჯერაფერი არის გაკეთებული. პირველ რიგში საქმის გასამარტივებლად, ყოველ ჯერზე რომ მასივის სიგრძე ცალსაკი არ გამოვიძახოთ და უაზროდ არ გავწელოთ კოდი, შემოვიღოთ სვლადი n-ი, რომელიც იქნება ჩვენი მასივის სიგრძის ტოლი. შემდეგ კი დავწეროთ bubble sort-ის ლოგიკა, რომელიც როგორც სლაიდზე ნახეთ, არის ორ ლუპზე გადარბენა. პირველი, გარე ლუპი იქნება ასეთი: for int I უდრის 0-ს, I ნაკლებია n-1-ზე, I++, n-1-ზე, იმიტომ რომ სულ ბოლო ელემენტს ვეღარსად ვეღარ გავუცვლით ადგილს, რადგან მხოლოდ მარცხინა მარჯვნივ ვცვლით ადგილებს. ამიტომ I არის ფაქტიურად მარცხინა წერტილი. და შემდეგ ვამბობთ for int j უდრის 0-ს, j ნაკლებია n-1-I-ზე, j++. ამის ლოგიკას ახლა მივხვდებით. და ასეთ რამეს ვამბობთ. ყოველ ჯერზე, როცა დავინახავთ, რომ მასივში mj ელემენტს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ვიდრე j+1, ანუ ორი მეზობელი არ არის სწორად დალაგებული, მათ გაუცვლით ერთმანეთში ადგილს. ადგილის გაცვლად შეგვიძლია ასეთი მარტივი კოდი დავწეროთ, რომ შემოვიღოთ დროებითი ცვლადი, რომელიც შეენახოს mj ელემენტს. მერე mj ელემენტში ჩავწეროთ mj+1 ელემენტის მნიშვნელობა, ხოლო mj+1-ში ჩავწეროთ დროებითი ცვლადი. ეს ფაქტობრივად არის ორი ცვლადისთვის ერთმანეთის ადგილის გაცვლის კოდი. იმისთვის, რომ ეს კოდი უფრო მარტივი აღსაქმელი იყოს, შეგვიძლია ელემენტების ადგილის გაცვლის ლოგიკა ცალკე მეთოდად გავიტანოთ. ანუ შეგვიძლია შემოვიღოთ რაღაც მეთოდი swap, რომელიც მიიღებს მასივს და ასევე მიიღებს ორ ინდექსს, რომელსაც ერთმანეთის ადგილი უნდა გაუცვალოს. მაგალითად j და k დავარქვათ. ამ შემთხვევაში გადმოვიტანთ ამ ზუსტ ლოგიკას აქეთ, რაც ნიშნავს, რომ შემოვიღებთ დროებით სვლადს, რომელიც იქნება მასივის mj ელემენტი. შემდეგ ვიტყვით, რომ მასივის mj ელემენტი უდრის mk-ს და რომ მასივის mk ადგილი უდრის ამ დროებით სვლადს. ასე ჩვენ შეგვიძლია, რომ ეს ადგილი ამოცვალოთ და დავწეროთ, რომ swap მასივი j და j+1-ით. რის შედეგადაც უფრო მარტივად აღსაქმელი კოდი მივიღეთ. ახლა, რომ დავრწმუნდეთ, რომ ნამდვილად სწორად მუშაობს კოდი, მოდი ერთხელ დავრანოთ. და ვხედავთ, რომ ნამდვილად ზრდის მიხედვით დალაგებული მივიღეთ. ხოლო ახლა კი იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, რომ ლოგიკა გვესმის, გადავყვეთ დებაგერით. დავსვათ აქ და ჩავწვდით. ესე იგი, მივიღეთ თავიდან დაულაგებელი მასივი და მივყვებით. ყოველ ჯერზე I თავიდან არის 0, j-ც არის 0 და პირველად შემოწმეს, რომ მასივის პირველი ორი ელემენტი მართლაც დაულაგებელია, იმიტომ რომ 35 14-ზე მეტია. ამიტომ გაიცვლებიან და ხედავთ, რომ გაიცვალეს ადგილი. ახლა ისევ თავიდან შემოვდივართ და ხედავთ, რომ შემდეგი ორი ელემენტიც დაულაგებელია. ამიტომ ისევ გაიცვალეს ადგილი. შემდეგ უკვე ხედავთ, რომ აღარ არის ასე საქმე და ასე შემდეგ. ასე შემდეგ გავუყვებით დიდი ხანი და საბოლოო ჯამში მივიღეთ დაალაგებულ მასივს, რომელსაც ვეჭდავთ ეკრანზე. ალბათ დაგაინტერესებთ ამ კოდს როგორი დროის კომპლექსიტი ექნება. ამის აღსაქმნელად ჯერ ინტუიციურად შეგვიძლია ჩავხედოთ ამ კოდს. ხედავთ, რომ გარეთ გვაქვს for loop-ი, რომელიც გადარბის 0-დან n-1-მდე და ამ თითოეული ქმედებისთვის გვაქვს მეორე for loop-ი, რომელიც გადარბის 0-დან n-1-i-მდე. ანუ გამოდის, რომ როცა I უდრის 0-ს ვასრულებთ n-1 ოპერაციას,
შემდეგ გვასრულებთ n-2 ოპერაციას და ასე შემდეგ. ანუ ჩავდივართ ერთამდე. რაც ნიშნავს, რომ ჯამში ვასრულებთ n-ჯერ n-1 მეორედ ოპერაციას, რაც რეალურად O(n) დროის კომპლექსის ნიშნავს. ამიტომ ვამბობთ, რომ bubble sort არის O(n) კომპლექსის. სორტირების კიდევ ერთი გზა, რომელიც უფრო კარგია, მაგრამ უფრო რთული დასაწერი არის merge sort, რომელიც განსხვავებით bubble sort-ისა, O(n) log(n) დროში აგვარებს პრობლემას, მაგრამ ასევე ემატება სივრცითი კომპლექსი. მოდი შევხედოთ რა არის merge sort-ი და რატომ შეიძლება რომ ემატებოდეს. როგორც ხედავთ, merge sort-ის შემთხვევაში ჩვენი მოცემული მასივი ორ ნაწილად გაიყოფა, სანამ ბოლომდე არ ჩაიშლება, შემდეგ კი ნაბიჯ-ნაბიჯ აშენდება უკან. აშენების პროცესი არის ასეთი, რომ ყოველ ჯერზე ორ ნაწილად გაყოფილ მასივებს, რომლებიც ვიცით, რომ არის დალაგების ძის მიხედვით, პირველ ელემენტებს შეადარებენ, რომელიც უფრო პატარა იქნება ისაო, მერე შემდეგიაო, მერე შემდეგი და ასე აშენდება მთლიანად. რაც მთლიანად ვიცით, რომ O(n) log(n) დროში კეთდება, თანაც პარალელურად შესრულებადი საქმეც არის, ვინაიდან ხედავთ, რომ მარცხენა მარჯვენა მხარეები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ხდება. თუმცა დამატებითი სირთულე შემოდის სივრცითი სირთულის სახით, რადგან ეს დამატებითი ცვალდები ამ ახალ ბლოკებისთვის შესანახია. ამიტომ O(n)-ის სივრცითი სირთულე აქვს. აქამდე ნაჩვენებ ალგორითმს კი ყოველას O(1) სივრცითი სირთულე ქონდათ, ანუ არანაირი დამატებითი. ახლა პირველად გვხდება დროისა და სივრცის დილემა, ანუ ეგრეთ წოდებული trade-off, სადაც ზოგი ალგორითმი შეიძლება უკეთეს დროში, მაგრამ უარეს სივრცეში იხსნება და ზოგი პირიქით. მაგალითად, შეიძლება თუ ავტობუსის მსგავს სიტუაციაში ვართ, გვაქვს ძალიან ბევრი სივრცის ფუფუნება, მაგრამ დრო ჩვენთვის უფრო ნაკლებია, თუმცა მაგალითად ავტობუსს შეუძლია ბევრი მგზავრის წარება ნელა, ხოლო ფორმულა 1 შეუძლია ცოტა, ანუ ერთი მგზავრის წარება ძალიან სწრაფად. ანალოგიურად ზოგ სიტუაციაში space complexity-ის დათმობა არ არის პრობლემა, მაგრამ დროის არის ან პირიქით. ნუ რა თქმა უნდა, თუ ორივეს ოპტიმიზაცია შეიძლება, ეს კიდევ უფრო უკეთესია. აი მაგალითად, bubble sort-ში ვიცით, რომ O(n)-ია საუკეთესოც და რეალურად საუარესო შემთხვევაც, თუმცა ოპტიმიზაციებით შეგვიძლია საუკეთესო O(n)-ზე დავიყვანოთ, მაგრამ ჩვენ იმპლემენტაციაში O(n) იქნებოდა, ხოლო merge sort-ისთვის ორივე შემთხვევაში O(n) log(n) იქნებოდა. ეს დროის სირთულე. მაგალითად, სივრცით სირთულეში კი bubble sort-ში მოვაოთ, რომ არის O(1), იმიტომ რომ bubble sort-ში იგივე რაოდენობა ცვალებს ვიყენებთ, მიუხედავად იმისა, რა მხელაა ჩვენი n-ი. მაგრამ merge sort-ში ასე არ არის. merge sort-ში რადგან ყოველ ჯერზე ორ ჯერზე ვყავთ და რეკურსიულად მიუყვებით, რეალურად ახალ-ახალი ცვლადები შემოგვაქვს და რაც უფრო მეტია, მით უფრო მეტი ცვლადი შემოგვაქვს. ამიტომ O(n) არის მისი სივრცითი სირთულე. ახლა განვიხილოთ ახალი ამოცანა, კერძოდ პალინდრომის შემოწმება. ამ შემთხვევაში უნდა ვთქვათ, რომ პალინდრომი არის ისეთი ნებისმიერი ტექსტი, რომელიც წაღმა და უკუღმა ერთნაირად იკითხება. ამის შემოწმებისთვის მარტივად შეგვიძლია, რომ ავიღოთ ორი ისარი, ერთი დავდოთ თავში, ერთი ბოლოში და შევამოწმოთ ტოლია თუ არა, მერე ისევ ტოლია თუ არა, მერე ისევ ტოლია თუ არა, ასე სანამ ერთმანეთთან არ მივლენ. როგორც ეკრანზე ხედავთ, race car პალინდრომია. მოდი ნახოთ ეს კოდში როგორ დაიწერებოდა. მაგალითად, ჩვენ გვაქვს კოდი, რომელშიც გვიწერია, რომ სიტყვა არის race car, რაც ვიცით, რომ პალინდრომული სიტყვაა. და დავუშვათ შევქმნით რაღაც palindrome check კლასი, რომელსაც აქვს is palindrome მეთოდი, რომელიც truth ან false მოგცემს მის მიხედვით არის თუ არა palindrome. და თუ არის, მაშინ ეკრანზე დავწერთ, რომ ეს სიტყვა არის palindrome, თუ არა რომ არ არის. მოდი ახლა დავაიმპლემენტიროთ ეს is palindrome მეთოდი. აქაც როგორც სლაიდზე ვიხილეთ, იგივე ლოგიკა გვექნება, რომ შემოვიღებთ მარცხენა და მარჯვენა ელემენტებს. სხვა შორის ალბათ გემახსოვრებათ, რომ ორობით ზებნაშიც ეს ლოგიკა გამოვიყენეთ და ამას ზოგადად two pointer ლოგიკა ქვია, ან როდესაც ორი სარს ვიყენებთ და ერთმანეთს ვაახლოვებთ ნელა. მარცხენა ელემენტი არის 0-ის ტოლი, ხოლო მარჯვენა ელემენტი ისევ იქნება ამ სიტყვის ზომას გამოკლებული 1. იმიტომ რომ ისევ 0-დან იწყება ინდექსი, ამიტომ ბოლო ელემენტი არის ზომას -1. სანამ მარცხენა ელემენტი მარჯვენაზე ნაკლებია, ტოლობის შემოწმება არ გვჭირდება, იმიტომ რომ თუ ტოლია, მაშინ მით უმეტეს იგივე ინდექსზე იგივე მნიშვნელობაა. ვამოწმოთ ასეთ რამეს, რომ თუ ამ string-ის მარცხენა ასო არ უდრის მარჯვენა ასოს, არ ყოფილა palindrome. ხოლო თუ ყოველ ჯერზე ტოლობა დაგვიჯდა და ჩავიარეთ, ერთმანეთს გავუტოლდნენ მარცხენა და მარჯვენა, აქ რა თქმა უნდა მარცხენა უნდა გავზარდოთ და მარჯვენა შევამციროთ. თუ ამას გავცით და ბოლომდე ჩამოვიარეთ, ესე იგი ყოფილა palindrome და ვაბრუნებთ truth. უცებ შევამოწმოთ სწორად დავწერეთ თუ არა. ხედავთ, რომ race car-ზე მივიღეთ, რომ არის palindrome, ხოლო თუ რამე სხვა ასოებს ჩავამატებთ შიგნით, მივიღეთ, რომ არ არის palindrome. ახლა კი მოდი მარტივად დებაგერით გავუყვეთ, რომ ნახოთ ზუსტად როგორ მუშაობს ლოგიკა. ფონტის ზომა გავზარდეთ ცოტა, რათა უფრო კარგად დავინახოთ, რას ვაკეთებთ და ახლა გავაგრძელოთ. ესე იგი, breakpoint-ი დავსვით კოდში,
და გავუყვეთ დებაგერით, რომ მივხვდეთ ზუსტად რა ხდება. როდესაც ჩვენი race car string-ი შემოვა, ვიტყვით, რომ left-ი არის 0 და right-ი არის 6 და ყოველ ჯერზე ვამოწოთ. ჯერ ვამოწოთ, რომ პირველი და ბოლო ასო, ანუ r ერთმანეთის ტოლია ნამდვილად. მარცხენას ერთი წინ წავწოთ, მარჯვენას ერთი უკან წავწოთ. მერე 100 ვამოწოთ, რა თქმა უნდა, ტოლია ისევ. მერე 100 c-ს ვამოწმებთ. ხოლო მერე უკვე ორივე მოვიდნენ სამ ინდექსს, სადაც აღარ საჭირო შემოწმოთ, რა თქმა უნდა, იგივე ინდექსზე იგივე მნიშვნელობა იქნება. და რადგან ყოველ ჯერზე ტოლი იყო, დავუბრუნებთ true-ს. ამგვარად მივხვდით, რომ race car-ი არის პალინდრომი. ახლა განვიხილოთ კიდევ ერთი საინტერესო ამოცანა, რომელსაც ქვია grid-ი მეთოდი. grid-ი ალგორითმში პრობლემას ყავთ ისეთ ნაბიჯებად, რომ თითო ნაბიჯზე ლოკალურად საუკეთესო სვლა ავირჩიოთ. მოდი ნახოთ ეს ზუსტად რას ნიშნავს. მაგალითად დავუშვათ, ჩვენ გვჭირდება, რომ მინიმალური მონეტების რაოდენობით შევაგროვოთ რაღაც ზუსტი რაოდენობა ფული. თუ მაგალითად ჩვენ გვაქვს 25 თეთრიანი, 10 თეთრიანი, 2 თეთრიანი და 1 თეთრიანი, წარმოსახვით სამყაროში რაც ეს ხურდები არსებობს და უნდა შევაგროვოთ 73 თეთრი მინიმალური რაოდენობა მონეტებით, გავუყვებოდით ასე. ჯერ ნახულობდით, რამდენი 25 თეთრიანი ჩაეტევა და სანამ ჩვენი შესაძლებელი თანხა 25-ზე მეტია, მანამდე ეტევა. მერე უკვე გადავიდოდით 10-იანზე და სანამ ეტევა გამოვიყენებდით, მერე გადავიდოდით 2-იანზე და ბოლოს უკვე 1-იანზე. ანუ როგორც ხედავთ, დავიწყოთ ყველაზე დიდით და გავუყევით პატარისკენ. ანუ საჭიროა რომ კლევის მიხედვით იყოს დალაგებული. მოდი ნახოთ ამას როგორ ვიზამთით კოდში. როგორც ხედავთ, ისევ გვაქვს 25 თეთრიანი, 10 თეთრიანი, 2 თეთრიანი და 1 თეთრიანი. და ჯამში 73 თეთრის სასაგროვებლად უნდა გავიგოთ მინიმუმ რამდენი მონეტა დაგვჭირდება. ამ შემთხვევაში ჩვენ ვაკეთებთ დაშვებას, რომ უკვე კლების მიხედვით არის დალაგებული მონეტები. რა თქმა უნდა, შესაძლებელია რომ კლების მიხედვით დალაგების ლოგიკაც ჩვენით გავწეროთ, მაგრამ ახლა ფოკუსირდებით grid-ი მეთოდის ახსნაზე. ამისთვის ჩვენ შემოვიღეთ grid coins კლასი, რომელშიც გავაკეთეთ minimum needed coins მეთოდი, რომელიც მიიღებს მონეტის ზომებს, კლებით დალაგებულს და მიიღებს საჭირო რაოდენობა ფულს. და მოგცემს მინიმუმ რამდენი მონეტაა საჭირო, რომელსაც შემდეგ ეკრანზე დავწერთ. ახლა შევიდეთ grid coins კლასში და დავაიმპლემენტიროთ ეს მეთოდი. როგორც ხვდებით, დაგვჭირდება რაიმე ცვლადის შემოღება, რომელიც იქნება ფაქტობრივად რამდენი მონეტაა საჭირო, total coins needed დავარქვათ და თავიდან იყოს 0-ის ტოლი. შემდეგ რაღაცებს დავითვლით და საბოლოო ჯამში დავაბრუნებთ total coins needed-ს. ახლა დავწეროთ უშუალოდ ლოგიკა. ჩვენ თითო მონეტას უნდა გადავუბრუნოთ და ყველა გავიაროთ, როგორც ვიხილეთ ეს სლაიდებში. ამიტომ შევინახოთ ცვლადად, რომელ მონეტაზე ვიმყოფებით, ანუ current coin index, რომელიც თავიდან იქნება 0 და ასეთ ლოგიკას გავუყევით, რომ სანამ ჯერ კიდევ გვჭირდება ფულის შენახვა, ანუ needed money არის 0-ზე მეტი და ჩვენი ამჟამინდელი მონეტის ინდექსი ნაკლებია მონეტების ზომაზე, ანუ ჯერ კიდევ არის სივრცე. ვიტყვით ასე რამეს, რომ ახლა მონეტის ზომა არის მონეტების ზომა ამ ინდექსზე. თუ ჩვენი საჭირო ფული მეტია ან ტოლია მონეტის ზომაზე, მაშინ პირდაპირ ამ მონეტას ვიღებთ, რაც ნიშნავს, რომ გამოყენებული მონეტების რაოდენობა გაიზარდა 1-ით და ჩვენი საჭირო ფული შემცირდა მონეტის ზომით. ხოლო თუ ჩვენი საჭირო ფული უკვე აღარ ჯდება ამ მონეტის ზომაში, ესე იგი 1-ით უფრო პატარა მონეტაზე გადასვლის ზრომასულა. ამიტომ მონეტის ინდექსს გავზვით 1-ით. ასე გადავვილთ ყველა მონეტას და საბოლოოდ დავითვლით რამდენი მონეტა გამოვიყენთ. მოდი ახლა შევამოწოთ, რომ ამ სწორ პასუხს აბრუნებს. ვიცით, რომ აქ პასუხი იყო 6 მონეტა სლაიდებიდან და აქაც ხედავთ, რომ დაგვიწერა 73-ს ჭირდება 6 მონეტა. ახლა გადავუყვეთ დებაგერით, რომ დავრწმუნოთ როგორ მუშაობს ლოგიკა. ჩავრთეთ დებაგერი და შევედით მეთოდში. ვიცით, რომ მონეტის ზომებია 25, 10, 2, 1 და საჭიროა შევაგროვოთ 73 თეთრი. თავიდან შეგროვებული გვაქვს 0 მონეტა და ვართ პირველ მონეტის კუპიურაზე, ანუ 25 თეთრიანზე. ვიცით, რომ ეს პირობა სრულდება და შემოვდივართ. მონეტის ზომა არის 25. 73 შეგან ეტევა 25. ამიტომ გავზდით გამოყენებულ მონეტებს 1-ით და საჭირო ფულს შევამცირებთ 25-ით და გახდება 48. 48-შიც ეტევა 25 და ერთხელაც იგივე მოხდება. ხოლო შემდეგ მივიღეთ 23 მონეტა დარჩენილი შესაძლებელი, 23 თეთრი ანუ და ეს 25-ში აღარ ეტევა, რა თქმა უნდა. ამიტომ ამ შემთხვევაში უკვე გამოვტოვეთ 25 თეთრიანს და გადავალთ შემდეგ მონეტაზე. შემდეგი უკვე არის 10 თეთრიანი. 10 თეთრიანით უკვე ორჯერ ავიღებთ. ერთხელ გახდება 13 დარჩენილი, ხოლო შემდეგ უკვე 3. 3 ისევ, რა თქმა უნდა, ვეღარ აიღებს 10 თეთრს. გადავალთ 2 თეთრიანზე, რომელსაც ავიღებთ ერთხელ და გადავალთ 1 თეთრიანზე, რომელსაც ავიღებთ ერთხელ. ამის შემდეგ კი დასრულდება ჩვენი ლოგიკა. და გამოვიდა, რომ ჯამში 6 მონეტა გამოვიყენთ.
ახლა განვიხილოთ 1-2 საინტერესო მაგალითი, რა მოხდებოდა და რატომ გვაქვს დასაწყისში ნულები. მაგალითად დავუშვათ 0 მონეტა გვჭირდება. ანუ 0 თეთრი თუ მოვითხოვეთ საჭირო ფულში, მაშინ რა უნდა მოხდეს? მაშინ, როგორც ხედავთ, დასაწყისში ვთქვით, რომ 0 თეთრი გვჭირდება და პირველ ინდექსზე რომ ვართ, ნახავთ, რომ თუ საჭირო რაოდენობა ფული არ არის 0-ზე მეტი, საერთოდ არ შევავთ ლუპში და პირდაპირ დავაბრუნებთ 0-ს. სხვა შემთხვევების სანახავად შეგვიძლია ვცადოთ სხვადასხვა რიცხვები, მაგალითად დავუშვათ 695 თეთრი თუ გვინდა რომ შევაგროვოთ, რამდენი მონეტა დაგვჭირდება? თუნდაც დაგვჭირდება 29 მონეტა. და ასე ნებისმიერ შემთხვევაზე იმუშავებს ეს კოდი, ვინაიდან ბოლოში 1 თეთრიანი გვაქვს, ყველა შეაძლო მონეტას დავიჭერთ. ეს არის ერთი მარტივი ამხსნა, თუმცა ამ შემთხვევაში როგორც ხედავთ, თითო მონეტა მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ბევრჯერ ეტეოდეს, ჩვენ თითო-თითოდ ვაკლებთ, რაც არ არის ყველაზე ოპტიმიზირებული ვარიანტი. შეიძლება ჩვენი კოდი დავაოპტიმიზიროთ იმით, რომ პირდაპირ მაგალითად როცა თავიდან 73 ქონდა, 25-ზე გაგვეყო, ნახავთ რომ ორჯერ მთლად ეტევა და პირდაპირ ორჯერ ჩაგვეთვალა, ამიტომ ეს დაგვიზოგავდა დროს და უფრო სუფთად იქნებოდა ON-ი. ახლაც ასეა, მაგრამ ახლა მაინც მეტი ოპერაცია გვჭირდება. კარგი. ახლა განვიხილოთ ფიბონაჩის მაგალითი. ფიბონაჩი როგორც მოგეხსენებათ, არის რიცხვების წკრივი, რომელიც იწყება 2 ცალი ერთიანით და ყოველ შემდეგი არის წინა ორის ჯამი, ანუ 2, 3, 5, 8, 13, 21 და ასე შემდეგ. მოდი ნახოთ ფიბონაჩის როგორ დავწერთ კოდში. ჯერ განვიხილოთ მის პირდაპირ იმპლემენტაციას, ხოლო შემდეგ კი მის ასტრაფებულ ვარიანტს. ახლა პირველ რიგში ვიხილოთ ფიბონაჩის პირდაპირ იმპლემენტაცია Java-ში. ანუ დავუშვათ გვაქვს რაღაც n-ი, მაგალითად 6-იანი, და ანუ მე-6 ფიბონაჩის რიცხვი გვაინტერესებს. ამის შექმნით ფიბონაჩი naive, ანუ ფიბონაჩის პირდაპირ იმპლემენტირებელი კოდი, რომელსაც ვიზახებთ fib მეთოდს, გადავცემთ ჩვენს n-ს და გვეტყვის პასუხს. ანუ მაგალითად ფიბონაჩის პირველ რიცხვზე უნდა გითხრას 1-იანი, მეორეზეც 1-იანი, მერე უკვე 2, 3, 5, 8, 13 და ასე შემდეგ. მოდი ჩავიდეთ ამის კოდში. ესე იგი, პირველ რიგში დავწეროთ რა მოხდება ძირეულ кейსში. ანუ თუ არის პირველი ან მეორე წევრი, დავწეროთ თუ n-ი არის 1-იანი, n-ი არის 2, მაშინ ვიცით რომ პასუხი უნდა იყოს 1. იმიტომ რომ პირველი ორი წევრი ფიბონაჩის არის 1. ხოლო ფიბონაჩის ყველა შემდეგი წევრი განისაზღვრება როგორც წინა ორის ჯამი. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ თქვათ, რომ სხვა შემთხვევაში პასუხი უნდა იყოს ფიბონაჩი n-1 პლუს ფიბონაჩი n-2. ასეთ ჩაწერას ქვია რეკურსია, ანუ როდესაც ფუნქცია თავის თავს იძახებს. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ უსასრულოდ არ მოხდება ეს გამოძახება, იმიტომ რომ ყოველ ჯერზე მცირდება და როდესაც ჩააღწევს 1-ზე ან 2-ზე, დავაბრუნებთ 1-იანს. მოდი ვნახოთ, რომ ნამდვილად სწორად მუშაობს სხვა წევრზე. ფიბონაჩის მე-6 წევრზე ეს გვეტყვის, რომ პასუხი 8, მე-7-ზე მაშინ 13 უნდა გითხრას და გვეუბნება მაგიაც, რომ 13-ია. ახლა გავუყვეთ დებაგერით და ნახოთ ფიბონაჩი როგორ მუშაობს, მაგალითად, როცა n უდრის 4-ს. ამ შემთხვევაში შემოვალთ ჯერ ფიბონაჩის მეთოდში, რომელსაც აქ ხედავთ stack frames, სადაც ჯერ main მეთოდმა გამოიძახა ეს ფიბონაჩის მეთოდი და n უდრის 4-ს. მოვალთ აქამდე და უნდა დაბრუნდეს 3-სა და 2-ის ჯამი. ამ შემთხვევაში ჯერ ისევ შევა ფიბონაჩის 3-ში, ანუ მარცხენა მხარეს, რომელიც კიდევ ცალკე მეთოდად დაემატება stack frames, როგორც აქ ხედავთ. კიდევ მოვა აქ და თავის მხრივ ფიბონაჩის 2-ს გამოიძახებს, რომელიც კიდევ ცალკე დაემატება, როგორც აქ ხედავთ, აი შეგვიძლია ნახოთ, რომ აქ ფიბონაჩი უდრის 4-ს, ამ დონეზე 3-ს უდრის n და ამ დონეზე უკვე n უდრის 2-ს. ამისთვის უკვე აქ შემოვა და ეს გაითიშება. მაგრამ ახლა მარჯვენა მხარესაც უნდა შევიდეს, ამიტომ ისევ შევა stack-ში, დაემატება frame-ად, თუმცა ისევ გამოვა იქიდან, შემდეგ დაითვლის ამ ჯამს და აქედანაც გამოვა, შემდეგ აქედანაც გამოვა და წავა მარჯვენა მხარეს, იქიდანაც გამოვა და საბოლოოდ დაითვლის პასუხს, რომელიც იქნება ჩვენ შემთხვევაში 3. როგორც ხედავთ აქ. ვინაიდან პირდაპირ განვიხილეთ, ახლა ნახოთ დინამიური პროგრამირებით როგორ შეიძლება ავასწრაფოთ. წეგან თქვენ ნახეთ, რომ მაგალითად, როდესაც ფიბონაჩის მე-7 წევრი უნდა გვეპოვნა, ამისთვის უნდა გვეპოვნა ჯერ მე-6 და მე-5. ხოლო მე-6-ისთვის თავის მხრივ მე-5 და მე-4 და ასე შემდეგ და იგივე წევრებს მაგალითად მე-5-ს რამდენჯერმე ვითვლიდით. თუმცა დინამიური პროგრამირების შემთხვევაში ფიბონაჩის თითო წევრის მნიშვნელობას როგორც კი გამოვითვლით, შევინახავთ ცხრილში და შემდეგზე როცა დაგვჭირდება, პირდაპირ ამ ცხრილიდან წავიკითხავთ. შედეგად ის რაც აქამდე იყო O2 ხარისხად n დროის სირთულის, ხდება O-n დროის სირთულის. როგორც სურათზე ხედავთ, ზუსტად ასეთი პრინციპია, მაგრამ ამ პრინციპს ახლა დეტალურად განვიხილავთ კოდში. ესე იგი, Fibonacci naive-ში როგორც ვაკეთებდით, სტრუქტურით ყველაფერი იგივეა, უბრალოდ ახალ კლასს დავარქვათ Fibonacci memo და ის უფრო სწრაფად მოგცემს სასრულ პასუხს. მოდი შევიდეთ ამ კლასში. იმის რომ დავაიმპლემენტიროთ, ჯერ დავიწყოთ იგივე ლოგიკის დაწერით, რაც აქამდე გქონდა, ანუ რომ თუ n უდრის 1-ს ან 2-ს, პასუხი რომ იქნება 1
და რომ სხვა შემთხვევაში პასუხი იქნება წინა 2 ფიბონაჩის რიცხვის ჯამი. მაგრამ ახლა მოდი ასე მოვიქცეთ, რომ ყოველი n-ისთვის მისი ფიბონაჩის რიცხვი შევინახოთ, რომ იგივე n-ისთვის მხოლოდ ერთხელ ვითვლიდეთ და ამიტომ დროის სირთულე გადმოვიტანოთ O-n-ზე. ამისთვის მოდი შესანახად შემოვიტანოთ ახალი მაპი ინტიჯერების, კონკრეტულად hash map-ი და ვარქვათ memo და იმუშავებს ასე. როგორც დავითმა აგვიხსნა, Java-ს აქვს collection-ები დაიმპლემენტირებული Java util-ში და ერთი ასეთი collection-ია hash map-ი, რომელიც არის ლექსიკონის იმპლემენტაცია, სადაც შეგვიძლია შევნახოთ თითოეული n-ისთვის მისი ფიბონაჩის მნიშვნელობა. ამისთვის მოდი ასე მოვიქცეთ. ყოველ ჯერზე შევამოწმოთ უკვე ხომ არ არის ამ n-ისთვის პასუხი შენახული, ანუ if memo contains key n, მაშინ უბრალოდ დავაბრუნოთ პასუხი memo-დან. ანუ memo get n. და ასე ავირიდებთ ხელახლა გამოთვლას. ხოლო სხვა შემთხვევაში ვთქვათ, რომ პასუხი უდრის ფიბონაჩის წინა 2 რიცხვის ჯამს, შევინახოთ memo-ში, ანუ memo put n-ში ეს პასუხი და შემდეგ დავაბრუნოთ ეს პასუხი. ამგვარად ჩვენ ფიბონაჩიზე აღარ მოგვიწევს ყოველ ნაბიჯზე ორად გაშლა, შემიძლია 2 ხარისხი და n-time complexity, არამედ მოგვიწევს მხოლოდ O-n. იმიტომ რომ ზუსტად ერთხელ შევაწოთ თითოეულს. მოდი შევამოწმოთ, რომ ეს სწორად მუშაობს. ხედავთ, რომ პასუხი ისევ იგივე მივიღეთ, რაც წინა შემთხვევებში ვიღებდით, მაგალითად 8-ზეც ასევე ისევ 21 მივიღეთ. მოდი ყოველი შემთხვევისთვის ასევე გადავუყვეთ breakpoint-ით, გავადებაგოთ კოდი. და აი რას ხედავთ, რომ მაგალითად შემოვიდა n უდრის 8. ჩვენ ჩავალთ აქ, ნახავთ, რომ 8 ჯერ არ არის შენახული, რადგან ახლა დავიწყეთ და გამოიძახება 7-ისთვის. 7 გამოიძახებს 6-ისთვის, 6 5-ისთვის, 5 4-ისთვის და ასე შემდეგ. 3 2-ისთვის, 2-ზე პირდაპირ პასუხი გვაქვს, 1-ზეც პასუხი გვაქვს, ამიტომ 3-ისთვის დავითვალეთ და შევინახეთ memo-ში. შესაბამისად უკვე აწი ყველასთვის დათვლა მოგვიწევს მხოლოდ ერთხელ. იმიტომ რომ სხვა ყველასთვის უკვე აღმოვაჩინეთ, რომ memo-ში შენახულია პასუხი. ამგვარად თითოეულის გამოძახება და გამოთვლა მოგვიწევს მხოლოდ ერთხელ და O-n დროის სირთულეში დამთავრდება ეს საქმე. იმისთვის რომ ნახოთ რამხელა განსხვავებას იძლევა მემოიზაცია არა მემოიზაციასთან შედარებით, მოდი ორივე შემთხვევაში კითხოთ იგივე რიცხვს და ნახოთ რამდენი ხანი დაჭირდება პასუხს. მაგალითად ეს რიცხვი იყოს 45. ჯერ ნახოთ memos რამდენი ხანი დაჭირდება. ხედავთ რომ ჩავთვალეთ თუ არა ფაქტობრივად მაშინვე გვითხრა პასუხი და ახლა ნახოთ ნაიუ მეთოდს რამდენი ხანი დაჭირდება. როგორც ხედავთ, რამდენიმე წამი გჭირდება და შემდეგ გვაძლევს პასუხს. რაც უფრო გაიზრდება n, ბუნებრივია შესაბამისად უფრო გაიწელება მათ შორის ხვობაც. ახლა დროა ვისაუბროთ გრაფებზე. გახსენებთ, რომ გრაფები შედგება წვეროებისგან და წიბოებისგან. წვეროში შეიძლება ეწეროს რიცხვი, სიმბოლო, რაც ჩვენ გვესურვება, ხოლო წიბოს კი შეიძლება კონდეს რამდენიმე პარამეტრი. მაგალითად, მიუმართავ გრაფში, გრაფებში კავშირი არის ორმხრივი, ან როგორც 1-ია 9-სთან დაკავშირებული, ასევე 9 1-თან. მიმართულ გრაფში გვაქვს მიმართულებები, ანუ 1 9-სთან არის დაკავშირებული, მაგრამ 9 1-თან არ არის. წონიან გრაფში შეიძლება რომ თითოეულ წიბოს რაიმე რიცხვითი მნიშვნელობა ქონდეს, რაც შეიძლება ნიშნავდეს ფასს, საწვავის რაოდენობას, კილომეტრებს, საათებს ან ნებისმიერ რიცხვით მნიშვნელობას, რაც ჩვენ გვინდა და ამას შემდეგ გამოვიყენებთ ამოცანაში. ახლა განვიხილოთ გრაფებზე რამდენიმე კონკრეტული ამოცანა. პირველ რიგში შევეხოთ ეგრეთ წოდებულ linked list-ის შემოbrunებას, რაც როგორც მოგეხსენებათ, კოდინგ ინტერვიუებში ერთ-ერთი მთავარი ტკივილია. linked list-ის შემოbrunების ამოცანა ასეთია. დაუშვათ გვაქვს გრაფი, რომელიც თითოეულ წვეროს გააჩნია მნიშვნელობა რიცხვითი და ის არის, რომელიც რაღაც სხვა წვეროზე უნდა მიუთითებდეს. მაგალითად, ამ შემთხვევაში გვაქვს თავი, რომელიც არის ერთიანი, მიუთითებს 2-იანზე და ის მიუთითებს 3-იანზე. შემოbrunების შემდეგ უნდა გქონდეს ასეთი წოდება, რომ თავი იყოს 3-იანი, მიუთითებდეს 2-ზე და ის მიუთითებდეს 1-ზე. ახლა Java-ს კოდში შემოვაბრუნოთ linked list-ი. ანუ თუ დასაწყისში ქონდა ერთიანი, რომელიც უთითებდა 2-იანზე და ის უთითებდა 3-იანზე, ახლა მოვატრიალოთ და პირიქით იწყებოდეს 3-იანით, რომელიც უთითებს 2-იანზე, შემდეგ 1-იანზე. ამისთვის პირველ რიგში შემოვიღოთ singly linked node კლასი, რომელიც თითოეულ აი ამ ფიგურას წარმოადგენს, აქვს მნიშვნელობა და next-ი. ანუ მაგალითად ამას აქვს მნიშვნელობა 1 და უთითებს 2-ზე, რომელსაც აქვს 2 და უთითებს 3-ზე და ეს ბოლო უკვე უთითებს null-ს, რაც შეძლოს რომ ჯაჭვის დასასრულია. პირველ რიგში შემოვიღოთ დამხმარე მეთოდი print-list-ი, რომელიც მოცემულ nodes აიღებს და გადაირბენს, ანუ ყოველ ჯერზე დაწერს მის მნიშვნელობას და გადავა მის შემდეგზე, სანამ null-ი არ შეხვდება. ამგვარად მთელი ჯაჭვი ეკრანზე დაიწერება. ახლა კი გადავიდეთ საქმეს. შევქმნით ჩვენი ჯაჭვი, ანუ
ერთიანი, რომელიც ემაგრება ორიანს და რომელიც ემაგრება სამიანს. დავწერთ ეკრანზე. შემდეგ ჩვენი შექმნილი reverse linked list მეთოდით შემოვატრიალებთ და ისევ დავწერთ ეკრანზე. მოდი ახლა დავწეროთ ამისი იმპლემენტაცია. გვაქვს reverse linked list მეთოდი. პირველ რიგში შემოვიღოთ 3 ცვლადი. ახლა მივხვდებით რატომ. ერთ ცვლადს დავარქვათ previous, ანუ წინა, რომელიც დასაწყისში იქნება null. ერთ ცვლადს დავარქვათ current, ანუ ახლა ვიზთანაც ვართ, დასაწყისში იქნება თქო და ის თავი, რომლიდანაც ვიწყებთ გადასვლას, ანუ ერთიანი. და შემოვიღოთ კიდევ ერთი ცვლადი next, ანუ ვინც შემდეგი უნდა იყოს. დასაწყისში ვთქვათ, რომ ეს null-ს უდრის. სანამ ამჟამინდელი წვერო არ იქნება null-ის ტოლი, გავიმეოროთ ეს ლოგიკა. რომ პირველ რიგში ვთქვათ, რომ next-ი იქნება ამისი next-ი, ანუ ამის შემდეგ ვინც მოდის. შემდეგ ვთქვათ, რომ ამის შემდეგ ვინც მოდის, არის ამის წინ ვინც იყო. შემდეგ ვთქვათ, რომ წინა არის current-ი და რომ current-ი არის next-ი. ახლა მივხვდებით ეს ლოგიკა რატომ დავწერეთ. თუმცა საბოლოო ჯამში ამის გადავლის შემდეგ მივიღებთ ჯაჭვს, რომელშიც previous-ი არის ახალი თავის ტოლი. მოდი შევამოწოთ კოდში, რომ ნამდვილად სწორი ლოგიკაა. გავუშვათ ეს კოდი. და ჩვენ ვხედავთ, რომ თავიდან 1 2 3 დაიპრინტა, ხოლო შემოbrunების შემდეგ 3 2 1, ესე იგი ლოგიკა სწორია. თუმცა ახლა რომ მივხვდეთ რატომ არის სწორი, მოდი დავსვათ აქ break point-ი და გადავუყვეთ და ვნახოთ ვიზუალშიც როგორ გამოვიდა. ხედავთ, რომ თავიდან previous-ი არის null reference-ი, current-ი არის თავზე, ანუ ერთიანზე, ხოლო next-ი არის null. შემოვედით loop-ში და პირველ იტერაციაზე რა მოხდება აქ. Next ვამბობთ, რომ არის current-ის next-ი, current-ის next-ი არის previous-იო, previous-ი არის current-ი და current-ი არის next-იო. ჯერ ინტუიტიურად რომ მივხვდეთ რატომ ვაკეთებთ ამას. ჩვენ რეალურად რა გვსურს აქ? ჩვენ გვსურს რომ ყოველ ჯერზე ამის არმა შეიცვალოს მიმართულება, ამისარმაც შეიცვალოს მიმართულება და ასე შემდეგ ყველა ის არის მოტრიალდეს და ბოლოს დავუბრუნოთ ბოლო ელემენტი ახალ თავად. ამისთვის რას ვაკეთებთ? პირველ ჯერზე შემოგვაქვს ცვლადი next-ი, რომელიც არის ამისი next-ი და ვიცით რომ უნდა გახდეს ამის next-ი, ამიტომ ვამბობთ რომ next-ი არის უბრალოდ ორიანი. შემდეგ ვამბობთ რომ ჩვენი next-ი, ანუ ეს ორიანი გახდება previous-იო, ანუ ის არის ახლა უნდა მივუცეთ უკან და უკანაგან არავინ არ არის null-ზე წავა. შემდეგ ვამბობთ რომ previous-ი არის ეს, იმიტომ რომ შემდეგ ჯერზე უკვე უკანა თვითონ ეს ერთიანი გახდება და რომ current-ი არის next-ი, რომ გადავიდეთ შემდეგ ჯერზე. შემდეგ ისევ მეორედ მოვალთ ამ loop-ში და მეორე ჯერზეც გავიმეორებთ იგივე ლოგიკას, რომ next-ი ამ შემთხვევაში უკვე ეს ცვლადი გახდება ჩვენი შემდეგი, ანუ სამიანი, რომ ჩვენი next-ი, ანუ ეს ის არის, ახლა უკან უნდა გაიხედოს, ანუ უნდა მივიდეს ერთიანზე, ეს არის ეს ხაზი. შემოვთ რომ ცვლადი previous-ი current-ი უნდა გახდეს, ანუ ეს აქ უნდა დაიწეროს და რომ current-ი next-ი უნდა გახდეს, ანუ ეს აქ უნდა წამოვიდეს. ახლა ისევ გადავიაროთ და ახლა მესამეჯერ მოვედით იგივე ლოგიკაზე. ისევ ვამბობთ რომ next-ი ამ შემთხვევაში უკვე არის current-ის next-ი, რომელიც ფაქტობრივად არის არავინ, იმიტომ რომ ხედავთ რომ ეს არის null-ზე უთითებს. შემდეგ ვამბობთ რომ current-ის next-ი არის previous-ი, ანუ ეს ის არის უკვე 3-დან ორიანისკენ გავუშვირეთ. შემდეგ ვამბობთ რომ previous-ი გახდა current-ი, ანუ დავასრულეთ ფაქტო იტერაცია და current-ი გახდა next-ი, ანუ current-ი გამოვიდა null-ში. შედეგად როგორც ხედავთ, მივიღეთ შემოbrunებული linked list-ი, რომელშიც სამიანი მიუთითებს ორიანზე, ის ერთიანზე, ის კი null-ზე. ახლა უკვე შეგვიძლია გამოვიდეთ კოდიდან და დავუბრუნოთ previous, რომელიც როგორც ხედავთ სამიანის თავზეა. სწორედ ამიტომ ეკრანზე მივიღებთ დაწერილ 3 2 1-ს. ახლა ვისაუბროთ ორობით ძებნის ხეზე. როგორც მოგეხსენებათ, ორობითი ძებნის ხე არის ისეთი სტრუქტურა, რომელშიც ნებისმიერი წვეროსთვის მის მარცხნივ მდებარე ყველა ელემენტი მასზე ნაკლებია და მის მარჯვნივ მდებარე ყველა მასზე მეტია. ორობითი ძებნის ხე როგორ უნდა შევქმნათ, ამაზე ახლა არ ვიდარდათ. დავუშვათ რომ უკვე სწორი თანმიმდევრობით აწყობილი გვაქვს და ამ შემთხვევაში კონკრეტული რიცხვის პოვნისთვის ასე მოვიქცეოდით. მაგალითად თუ 29-ს ვეძებთ, ჯერ შევამოწოდით ცენტრში 36-ს, 36 რადგან მეტია 29-ს გავხოდით მარცხნივ, ანუ 24-ში, მე რადგან 24-29-ზე ნაკლებია გავხოთ მარჯვნივ, ანუ 31-ში, ხოლო შემდეგ ისევ მარცხნივ მივალთ ზუსტად 29-ზე. ხოლო თუ ბოლომდე ჩავედით და მაინც ვერ ვიპოვეთ, ესე იგი ჩვენ ხეში არ ყოფილა ელემენტი. ვიხილოთ ამისი კოდიც. ორობით ძებნის ხეს Java-ში ვწერთ ასე. პირველ რიგში, იმისთვის რომ ხე შევქმნათ, გავაკეთოთ ასეთი კლასი BST node, ანუ binary search tree node, რომელშიც თქვათ რომ თითოეულ წვეროს აქვს თავისი მნიშვნელობა, მარცხენა და მარჯვენა რეფერენსები, რომლებიც შეიძლება null იყოს, შეიძლება ახალი გაგრძელება იყოს.
ვქნით მას მნიშვნელობის მინიჭებით და ახლა კი გადავიდეთ საქმეზე. შევქმნათ კლასი, რომელშიც მთავარ ფუნქციაში შევქმნით ასეთ ხეს. ხის შექმნის ლოგიკა არის, რომ ვქნით წვეროებს, ბევრს და შემდეგ მათ left და right-ებს ვანიჭებთ, რომ საბოლოო ჯამში მივიღოთ ასეთი ფორმა. და მას შემდეგ რაც შევქმნით ამ კლასს, მასში ვეძებთ მაგალითად 29-ს. ამისთვის ჩვენ გვაქვს დაწერილი რაღაც binary search tree კლასი, რომელშიც გვაქვს exists მეთოდი. გადავცემთ ხეს და გადავცემთ რიცხვს და ან ვიპოვით და ვამბობთ, რომ ის არის ამ ორობით search tree-ში, ან ვამბობთ, რომ არ არის ამ ორობით search tree-ში. ახლა ნახოთ როგორ გვაქვს ეს exists კოდი. ყოველთვის როდესაც შემოდივართ exists-ში, ნახოთ რომ გვაქვს რაღაც ხის თავი head და გვაქვს x-ი, რომელსაც ვეძებთ. თუ head არის null, ცხადია პასუხია false. თუ head-ის მნიშვნელობა ემთხვევა x, მაშინ პასუხია true. თუ არა და ჩვენ ვიცით რომ ორობითი ხის ბუნებიდან გამომდინარე, ამ ხის მნიშვნელობაზე ნაკლები მნიშვნელობები ყველა არის მის მარცხნივ და მეტები ყველა მარჯვნივ. ამიტომ თუ ის x-ზე ნაკლებია, პირდაპირ გავუშვებთ მარჯვნივ, რომ უფრო დიდ რიცხვებზე შემოწდეს, ხოლო თუ მეტია, პირდაპირ გავუშვებთ მარცხნივ, რომ ის ნაკლებ რიცხვებზე შემოწდეს. და თუ მათგან რომელიმეში აღმოჩნდება x-ის სწორი, მაშინ საბოლოო პასუხიც იქნება კი. თუ არა და საბოლოო პასუხიც იქნება არა. მოდი ახლა ვნახოთ მაგალითად 29-ს თუ იპოვის. როგორც ხედავთ აქ 29 არსებობს, ამიტომ უნდა იპოვოს ნამდვილად. მოდი დავრანოთ. და ხედავთ რომ 29 იპოვა. ხოლო რაიმე არარსებულს თუ დავწერთ, ნახოთ რომ ვერ უნდა იპოვოს. და ხედავთ რომ ეს მაგალითად ვერ იპოვა. ახლა განვიხილოთ ერთი ცნობილი ალგორითმი, სახელად depth first search. როდესაც ჩვენ გვინდა რომ გრაფში ჯერ ერთ სიღრმეზე ჩავიდეთ ბოლომდე, შემდეგ სხვა სიღრმეზე და ასე შემდეგ გავაგრძელოთ, სანამ ყველა წვეროს არ გამოვიკლოთ. როგორც სურათზე ხედავთ, ამ შემთხვევაში ჩვენ დავიწყებთ ერთიანი და შემდეგ სამიანი და მის სიღრმეს ჩავყავოთ ერთ ხარეს, შემდეგ 6-იანი, იქიდან 2-იანში წავალთ, იქიდან 4-იანში წავალთ და ასე შემდეგ გავაგრძელებთ, სანამ სრულ სიღრმეზე არ გამოვიკლოთ თითოეულ ნაწილს. ამ გრაფისთვის DFS დავწერთ ახლა Java-ში. ესე იგი, ეს არის ჩვენი გრაფი და მისთვის create graph მეთოდი შევქმნით, რომ ზუსტად იგივე 12 წვერო შევქმნით და თითოეულს გავუწერეთ იგივე მეზობლები, რასაც ხედავთ გრაფზე. ეს graph node არის კლასი, რაც შემოვიღეთ, რომელიც შეიცავს ნიშნულობას, ვესტუმრეთ თუ არა და მეზობლების სიას. შედეგად შევქმნით 12 წვერო, მათ გავუწერეთ მეზობლები და პირველი წვერო დავუბრუნეთ როგორც graph-ის თავი. ეს create graph მეთოდი გვაძლევს graph-ს, რომელზეც მე ვიძახებთ depth first search, რათა გავუყვეთ სიღრმეში. მოდი ჩავხედოთ ჩვენს depth search ლოგიკას და მივხვდეთ რა ხდება აქ. DFS-ში შემოსვლისას პირველ რიგში ვამბობთ, რომ ამ წვეროს ვესტუმრეთ და მის მნიშვნელობას წერთ ეკრანზე. შემდეგ გადავიდეთ მის თითოეულ მეზობელს და თუ უკვე ნასტუმრები არ ვართ ამ მეზობელთან, მასზე გამოვიძახებთ DFS. შედეგად რეკურსიულად ჩაიციკლება და თითო სიღრმეში მაქსიმალურად ჩაუყვება, შემდეგში და შემდეგში როგორც სლაიდზე ვიხილეთ. მოდი ეს გავიაროთ ახლა ვიზუალურად. ვიზუალურად ეს ნიშნავს, რომ ჩვენი კოდისთვის უწად ეს მოხდება, რომ ჯერ შევამოწევთ პირველს, შემდეგ მისთვის მაგათაც შევამოწევთ ამ წვეროს, მის პირველ მეზობელს შევამოწევთ ამას, მის პირველ მეზობელს ამას, შემდეგ დავბრუნდებით უკანარგან აქედან არსად აღარებას გზა, 5-იანიდან დავბრუნდებით 3-იანში, შემდეგ 3-იანიდან შემდეგი გზა არის მაგალითად 6-იანში და აქ მივალთ, შემდეგ 2-იანში მაგალითად, მერე 4-იანში, მერე 10-იანში. მე აქედანაც გამობრუნდებით უკან, 2-იანიდან ვიპოვეთ 8-იანს მისასვლელს, მერე ისევ გავბრუნდებით უკან, მივალთ 9-იანში, მერე 11-ში, მერე 12-ში და ამით უკვე ყველა წვეროში დასტურები გვექნება. თუ დააკვირდებით, ამ სამკუთხედს ციკლი ეწოდება, რადგან ერთმანეთთან ყველა დაკავშირებულია და ჩვენ რომ არ ვითვლიდეთ ვინ არის უკვე შემოწმებული, უსასრულოდ იტრიალებდნენ იგივე წრეზე, ანუ 9-დან ისევ 11-ში მიდოდით, იქიდან 12-ში, იქიდან ისევ 9-ში და ასე გაგრძელდებოდა უსასრულოდ. მაგრამ ვინაიდან ჩვენ visit-იც ვინახავთ, ვირიდებთ ამას თავიდან. მოდი გავრავთ ჩვენი კოდი და ვნახოთ, რომ იგივე თანმიმდევრობით დაიწერება ნამდვილად წერტილები ეკრანზე. როგორც ხედავთ, მართლაც ჩვენ ვიღეთ 1, 3, 5, 7, 6, 2, 4, 10, 8, 9, 11, 12. ზუსტად იგივე თანმიმდევრობა, რითაც ჩვენ ეკრანზე დავწერთ, როგორც აი აქ დავინახავთ ახლა. როგორც ხედავთ, ზუსტად მაგ თანმიმდევრობით გაგვივლია ჩვენს წვეროები. თუმცა ზოგადად რეალურ შემთხვევაში ეკრანზე დაპრინტვის მაგივრად სავარაუდოდ ან რაიმე ლისტს შევქმნით, ან რამე სხვა გზით უფრო ხელმისაწვდომს გავხდით ამ წვეროების გადავლის თანმიმდევრობას. თუმცა ჩვენი შემთხვევისთვის ეკრანზე დაპრინტვაც საკმარისია. ჩვენ ახლა უკვე ვნახეთ სიღრმის მიხედვით ძებნის ალგორითმი როგორ მუშაობს, ახლა კი ვნახოთ სიგანის მიხედვით ალგორითმი როგორ მუშაობს და რითი განსხვავდება მისგან. Breadth first search, ანუ სიგანის ძებნა, ასეთი პრინციპია, რომ საწყის წერტილის ზუსტ მეზობლებს ვნახულობთ,
ჯერ მის პირდაპირ მეზობლებს გამოვიკლოთ ყველას, ანუ პირველ სართულს ასე ვთქვათ. შემდეგ მათი პირდაპირ მეზობლებისგან, როგორც ახლა ვიხილავთ, შევქმნით მეორე სართულის სიას და მათ გამოვიკლოთ რიგრიგობით. შემდეგ შევქმნით მესამე სართულის სიას და ასე შემდეგ. ვიხილოთ ეს კოდში. BFS-ის ლოგიკა Java-ში დაიწერება ასე. მოდი პირველ რიგში იმპლემენტაციისთვის გავიაზროთ რა ლოგიკასთან გვაქვს საქმე. ესე იგი, როგორც ხედავთ, ჩვენ ჯერ მივადგენთ პირველ წეროს, შემდეგ მის პირდაპირ მეზობლებს, შემდეგ მათ პირდაპირ მეზობლებს, შემდეგ აი ამის მეზობლებს და ასე შემდეგ. ამ ლოგიკისთვის მოდი შემოვიღოთ ჯერ ამჟამინდელი სართულის იდეა. ანუ თქვათ ასეთი რამე, რომ გვაქვს graph node-ების სია, დავარქვათ current level-ი, რომელიც იქნება ცარიელი linked list-ი თავიდან და თქვათ, რომ მისი პირველი ელემენტი უნდა იყოს ის წვერა, რომლიდანაც ვიწყებთ breadth first search-ს. ასევე შემოვიღოთ შემდეგი სართულის იდეა, ანუ ის წვერები, რომლებზეც ამის შემდეგ უნდა მივიდეთ, დავარქვათ next level-ი და თავიდან იყოს ცარიელი linked list-ი. ახლა კი ვიტყვით, რომ ყოველთვის სანამ current level-ი არ იქნება ცარიელი და ამიტომ not current level is empty, გავიმეორებთ ამ ლოგიკას, რომ current level-ის თითო წვეროს გადავურბენთ ამ for loop-ით. ეს არის სხვა შორის for loop-ის ჩაწერის ფორმა, რომელშიც list-ის თითოეულ ელემენტს გადავურბენთ და ვდებთ ამ ცვლადში. და რას ვაკეთებთ? თითოეულ წვერაზე ვამოწმოთ, რომ თუ ჯერ აქ არ მივსულვართ, ანუ not visited, მაშინ ეკრანზე დავწერთ მის მნიშვნელობას, ისევ და ისევ გახსენებთ, რომ ეკრანზე ახლა ვწერთ, მაგრამ რეალურ სიტუაციაში ალბათ ან list-ში შევინახავთ ან რაიმე უფრო ხელმისაწვდომ ფორმად ვაქცევდით. თუმცა ჩვენთვის ესეც საკმარისია. Visited-ს გავხდით true-ს და შემდეგ სართულზე დავამატებთ ამ წვეროს ყველა მეზობელს. ანუ node neighbors. ეს არის ერთი გადავლა, რის შემდეგაც სართულებს უნდა გავუცვალოთ ადგილი. ანუ ჩვენი ამჟამინდელი სართული უნდა გახდეს, რაც აქამდე შემდეგი სართული იყო და შემდეგი სართული უნდა გახდეს ცარიელი ლისტი. შეგვიძლია ასე დავწეროთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ყოველ ჯერზე ახალი ლისტის შექმნა გამოგვივა. ეს რომ თავიდან ავიცილოთ, შეგვიძლია ამის ზოგადად ყოველ ჯერზე ამჟამინდელი სართული გავასუფთავოთ, შევავსოთ შემდეგი სართულის ელემენტებით და შემდეგი სართული გავასუფთავოთ. რაც საშუალებას მოგცემს, რომ ახალი ლისტების შექმნა ავირიდოთ და სივრცე დავზოგოთ, ისევე როგორც დრო. ასე ხედავთ, რომ breadth first search-ის კოდი შემდგარია, იმის რომ ნახოთ სწორად მუშაობს თუ არა, მოდი ახლა დავრანოთ. რას ხედავთ აქ? DFS-ის შემთხვევაში დაიწერა თანმიმდევრობა, შენ დაიწერა მოდი ვნახოთ BFS-ი და არაფერი არ დაიწერა. რატომ? იმიტომ რომ თუ გახსოვთ, ჩვენ DFS-ში უკვე მოვნიშნეთ წვეროები visited-ად. რადგან უკვე მონიშნულია, breadth first search-ი რომ ამოწევს, რომ მხოლოდ შევმოწმებელი წვეროები ნახოს, ვერაფერს ვეღარ აკეთებს. ამის სასარგებლოდ რამდენიმე გზა გვაქვს. ერთი რომ შეიძლება visited-ი ცალკე მოტაცემთა სტრუქტურა იყოს და თვითონ graph nodes არ მივაბათ, მაგრამ ამ შემთხვევაში ბევრი გადაწერა მოგვიწევს კოდში და ახლა არ ღირს. მეორე გზა იქნება რომ ხელით გადავყვეთ თითოეულ წვეროს visited-ი გავუსუფთავოთ, ანუ ისე false-ი დავუყენოთ, მაგრამ არსებობს მესამე უფრო მარტივი გზა, რომ მას შემდეგ რაც graph-ს გამოვიყენებთ depth first search-ისთვის, ახალი graph-ი შევქმნათ breadth first search-ისთვის, რომელსაც რეალურად იგივე create graph მეთოდით შევქმნით, ამიტომ იგივე მნიშვნელობა ექნება, მაგრამ დარესტებული იქნება. ასე უკვე ვხედავთ, რომ DFS-ის შემთხვევაში ამ თანმიმდევრობით შევისო წვეროები, ხოლო BFS-ის შემთხვევაში ამ თანმიმდევრობით. რომ ნახოთ, რომ ნამდვილად ასე იქნებოდა ჩვენ ლოგიკაშიც, მოდი აქ მოვიდეთ და შევავსოთ. ნახეთ, 1-იანი, მერე 3, 5, 6 და ზუსტად ის თანმიმდევრობა, რაც აქ წერია. ალბათ გაგიჩნდათ კითხვა, რატომ გამოვიყენეთ depth first search-ში for loop-ში რეკურსია და რატომ გამოვიყენეთ breadth first search-ში while loop-ი და მერე for loop-ი. რეალურად ორივეს დაწერა შეგვეძლო ორივენაირად, მაგრამ ვინაიდან DFS-ი თავის ლოგიკის მიხედვით stack-ის ლოგიკას იყენებს, ხოლო BFS-ი queues იყენებს, ასე უფრო მარტივად იწერება, მაგრამ რეალურად ორივე შეიძლება დაიწეროს როგორც for loop-ით, ასევე რეკურსიით. უბრალოდ ეს იყო გამარტივებული შემთხვევა თითოეულისთვის. როგორც ამ graph-ზე ვხედავთ, depth first search-ი და breadth first search-ი განსხვავდება ასე, რომ ის ჩადის სიღრმეში, ეს კი ჩადის სიგანეში. ნახატზე ვხედავთ ხეს, რომლის შემთხვევაშიც ჩვენ ვიცით, რომ ციკლები არიდებულია და კიდევ უფრო მარტივი დასწრებული იქნებოდა ასეთი კოდი, რადგან visited ცვლადის შემოღება არ დაგვჭირდება და ვინაიდან მხოლოდ ცალხრივად ვიმოძრავებდით. ხანდახან გვაქვს შემთხვევა, როდესაც მოცემული გვაქვს წონიანი გრაფი და ამ გრაფში A პუნქტიდან B პუნქტამდე გვჭირდება მინიმალური ფასის პოვნა. ამის რეალური მაგალითია, როდესაც ჩვენ გვინდა თბილისიდან ბათუმში ჩასვლა, ვიცით რომ არსებობს რამდენიმე მარშრუტი, მაგალითად ჯერ გორში და იქიდან ბათუმში, პირდაპირ ბათუმში, რაიმე სხვა ქალაქების გავლით და ვიცით რომ თითოეულ ამ გზას
თითოეულ მონაკვეთზე შეიძლება სხვა ფასი გააჩნდეს და გვინდა რომ მაქსიმალურად იაფად ჩავიდეთ ბათუმში. ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვათა შორის ჩვენი აკადემიური დიდი ბაბუის, ანუ ჩვენი პროფესორის Dijkstra's დაწერილი ალგორითმი. Dijkstra's ალგორითმის ინტუიციის გამოსამუშავებლად მოდი განვიხილოთ ეს მაგალითი. გვაქვს ასეთი წონიანი გრაფი, სადაც ორხრივია ყველა გზა და საწყისი წვერო არის მოცემული ეს და საბოლოო წრე, რომელზეც უნდა მივიდეთ, არის წითლად მონიშნული. დასაწყისისთვის საწყისის ფასს ვამბობთ, რომ არის 0, იმიტომ რომ უკვე აქ ვართ და ყველა დანარჩენ ფასს ნიშნავთ როგორც უსასრულობას. უსასრულობა რეალურად ნიშნავს მიუღწევლს. მაგრამ ჩვენ გადავივლით თითო წვეროს და ვნახავთ, სად შეიძლება მიღწევა და სად რა ფასად. როგორც ხედავთ, თითო წიბოს გააჩნია თავის ფასი და ჩვენ ახლა მათ გავუყვებთ. მაგალითად, პირველ რიგში ვნახავთ საწყის წერტილიდან ყველაზე იაფი არის ეს ერთიანი, რომელსაც მოვყავართ ამ წვეროზე. ამიტომ იცით, რომ აქ შეგვიძლია აქ მოვიდეთ 0 + 1, ანუ 1 ფასად. ვინაიდან 1 უფრო ნაკლები ვიდრე უსასრულობა, დავწერთ, რომ ესე იგი აქ მოსვლის ფასი მინიმუმ არის 1. შემდეგ 0-დან შემდეგი ყველაზე იაფი შესამოწმებელი არის 6-იანი, რომელიცაც მოვალთ აქ, სადაც ანალოგიური ლოგიკით დავწერთ, რომ მოსვლის მინიმალური ფასი ყოფილა 6. ვინაიდან ამით ამოვწურეთ საწყისიდან მისვლადი წერტილები, შეგვიძლია მონიშნოთ, რომ საწყისში უკვე ნამყოფი ვართ და რომ უკვე შემოწმებული გვაქვს ასე ნაცრისფრად. ამით შეგვიძლია ავირიდოთ იგივე წვერების ბევრჯერ შემოწმება. ახლა შევამოწმოთ ეს წვერო, რომელიც შემდეგი ყველაზე იაფიანია, რადგან 1 ღირს. მისგან 7 ნაბიჯში შეგვიძლია მივიდეთ 6-იანში, მაგრამ ვინაიდან უკვე 6-ია ფასი და 1 + 7 8 გამოვიდა და ამ გზას არ გამოვიყენებთ. ახლა შევამოწმოთ მეორე მხარე. მისგან 13 ფასად, ანუ ჯამში 14 ფასად შეგვიძლია მივიდეთ წვეროში, რომელშიც ამ წუთას ფასი არის უსასრულობა, მაგრამ 14 ცხადია უსასრულობაზე ნაკლები, ამიტომ გვაწყობს. ამიტომ აქ ვნიშნავთ ფასს 14-ად. ვინაიდან უკვე ყველა მისი მეზობელი ვნახეთ, ამათაც მოვნიშნოთ როგორც ვიზითით. შემდეგი ყველაზე იაფიანი გზა, რომელიც შეგვეწევია არის ეს, რომლის ფასადაც გვწერია რომ არის 6. აქედან ყველაზე იაფიანი ტრასა არის 2-იანი, რომელსაც მოვყავართ აქ და ჯამური ფასი გამოვა 8. ვინაიდან უსასრულობაზე ნაკლებია, წერთ აქ 8-ს. ანალოგიური ლოგიკით შემდეგი გზა არის ეს. 6-იანი თავდივართ აქ, ხედავთ რომ აქ უახლოესი ფასი ახლა ჯერ არის 14, მაგრამ 6 + 6 12 რაც ნაკლები, ამიტომ გადავაკეთეთ მის ფასს და ჩავწერთ როგორც 12-ს. შემდეგ 6-იანი ასევე შეიძლება ეს ტრასა გავიღოთ, რომელსაც 6 + 14 გამოვა 20 და რადგან უსასრულობას ნაკლები, აქ გახდება 20. ამგვარად 6-იანი ამოვწურეთ და მოვნიშნავთ ნაცრისფრად. იგივე ლოგიკას გავაგრძელებთ ყოველჯერს. ანუ ახლა მაგალითად 8-იანში შევალთ, რადგან შემდეგ ყველაზე იაფიანი unexplored ეს არის. აქედან 4-ია ყველაზე იაფი, მოგვიყვანს აქ და გავხდით მის ფასს 12-ს. ამით 8-იანი ამოიწურა და მოვნიშნეთ როგორც ვიზითით. შემდეგ ამ 12-დან რომელსაც გვინდა იმას ავიღებთ, მაგალითად იყოს ეს, რა მნიშვნელობა აქვს. და ამ 12-დან 2-ის ფასად მოვდიოდით 20-ში. რადგან 20 ღირდა, თუმცა 12 + 2 14-ია, გაიაფთა ეს გზა და გახდა 14. ახლა კი აქეთ 12 + 3 არის 15, რაც ნაკლებია უსასრულობას და გახდება 15. ამით ეს 12-იც ამოიწურა და მოვნიშნოთ როგორც ვიზითით. შემდეგი ყველაზე იაფი არის ეს 12-იანი. როგორც ხედავთ, აქედან ორი გზა გამოდის. ერთი არის ეს 12 + 25, რაც 14-ზე მეტია, ამიტომ არ გვაწყობს. და მეორე არის ეს გზა 12 + 7 არის 19, რაც უსასრულობაზე ნაკლებია და ცხადია გვაწყობს. ამიტომ ეს 12-იც ამოვწურეთ და მოვნიშნეთ როგორც ვიზითით. შემდეგი ყველაზე იაფიანი ტრასა არის 14, რომლის გარშემოც უკვე ყველა ტრასა შემოწმებულია და გავლილია, ამიტომ ვერაფერში ვიყენებთ და პირდაპირ მოვნიშნეთ როგორც გავლილი. შემდეგი ყველაზე იაფიანი არის 15, საიდანაც ხედავთ რომ მარცხენა ტრასა უკვე გამოყენებულია, მაგრამ მარჯვენა ტრასას მივყავართ ახალ წვეროზე, რომლის ფასიც გამოვა 23. ამით ამოვწურეთ 15 და შემდეგი ყველაზე იაფიანი არის 19. 19 ხედავთ რომ გამოდის 8-იანი და 4-იანი. ჯერ რა თქმა უნდა შევაწყვეტ 4-იანს, იმიტომ რომ უფრო იაფია და ამიტომ ამის ფასს დავაპდეითებ და გავხდით 23-ს. შემდეგ შევაწყვეტ მეორეს ფასს, რომელიც არის 19 + 8 და გამოდის რომ ესე იგი საბოლოო დანიშნულებაზე შეგვიძლია მივიდეთ 27-ად. თუმცა ამით ყველაფერი არ ვთავრდება, იმიტომ რომ შეიძლება უფრო იაფიანი გზაც არსებობდეს და ეს უნდა შევამოწმოთ. ამიტომ გავაგრძელოთ ჩვეულებრივად კვლევა. 19-ის ყველა წვერო ამოვწურეთ, ამიტომ მოვნიშნეთ ის როგორც ვიზითით და გადავედით შემდეგზე. შემდეგი ამ შემთხვევაში არის 23 ყველაზე იაფი. შეგვიძლია ეს 23 შევაწყვეტ, შეგვიძლია ეს 23. ნუ ამ 23-ს გასვლა არც არა, ამიტომ პირდაპირ მოვნიშნეთ როგორც ვიზითით და შევაწყვეტ ახლა ეს. ამ 23-ის ერთ-ერთი გამოვკლევი ტრასა არის ეს. 23 + 5 იქნებოდა 28, მაგრამ 28 27-ზე მეტია, ამიტომ არ ჩაიწერება. ამიტომ ესეც არის ვიზითით და ამით კვლევა დავამთავრეთ. ყველა წვერო გამოკვლეულია და აღმოჩნდა რომ ამ წერტილზე მოსასვლელი უიაფესი გზა დაგვიჯდებოდა 27. და ის გამოვიარეთ ამ ტრასით. აი ამითი და ამითი.
ასე ჩვენ ნახეთ, რომ 27 ყოფილა ფასი. როგორც ხედავთ, ჩვენ ამოცანაში აღმოჩნდა აი ეს კონკრეტული გზა სწორი, ანუ დაუშვათ წავედით ჯერ აქ 6-იან ტრასაზე, მე ისევ 6-იანზე, მე 7-იანზე, მე 8-იანზე და მთლიანობაში 27 ერთეული დაგვიჯდა სიტყვაზე ბათუმში ჩასვლა. Dijkstra-ს ალგორითმი ყოველთვის გვაძლევს ზუსტ პასუხს, მაგრამ მისი გამოთვლა ხანდახან ზედმეტად ძვირი ჯდება, რადგან ზედმეტად ბევრ ნაბიჯს მოითხოვს მისი მაღალი time complexity-დან გამომდინარე. სწორედ ამიტომ არსებობს ეგრეთ წოდებული ჰიურისტიკები. ანუ ისეთი გზის შემოკლებები, რომლის შემთხვევაშიც ჩვენ შეიძლება ყოველთვის საუკეთესო პასუხი არ მივიღოთ, მაგრამ საკმარისად კარგ პასუხს ვიღებთ და მათი გამოთვლა უფრო მარტივია, ანუ უფრო დაბალი დროის სირთულეა. მოდი განვიხილოთ ერთი ასეთი მაგალითი, როდესაც ჩვენ ვიწყებთ სტაფილოსფერი უჯრიდან და გვიდგა რომ წითელ უჯრაში მივიდეთ. დავუშვათ შავი უჯრები არის კედლები, რომელშიც ვერ გავივლით, ყველა სხვა დელას კი შეგვიძლია სიარული. ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყოთ ეგრეთ წოდებული მანჰეტენის მანძილი, ანუ სუბთა დაფაზე რამდენი უჯრით იქნება დაშორებული თითოეული წერტილი, იმისთვის რომ მივხვდეთ რომელ ხარეს ჯობს წასვლა. მაგალითად, აქ აშკარაა რომ მარჯვნივან მაღლა სიარული ზოგადად სასურველია, რადგან საბოლოო მიზანი მარჯვნივ და მაღლა. ამიტომ წავალთ ჯერ მარჯვნივ, სანამ შეგვიძლია. მე ისევ მაღლა ვილთ, სანამ შეგვიძლია, ხოლო როცა სხვა გზა აღარ გვაქვს, გადავდგავთ ნაბიჯს მარცხნივ. მე რადგან სხვა გზა არ გვაქვს, ისევ უნდა გადავკეთოთ ცუდი სვლა, ანუ ან მარცხნივან დაბლა წავიდეთ და ორივე ვცდით. მე ისევ იგივე მოგვიწევს, ხოლო შემდეგ კი გაჩნდა ისევ უკეთესი გზა, ზევით წასვლა, ისევ მარჯვნივ სიარული და ვიღეთ ამ საუკეთესო გადაწყვეტილებებს, სანამ პასუხამდე არ მივიღოთ. და აი უკვე მივედით. გიალსავთ ბოლოში გასვლას, ძალიან ბევრი ალგორითმი გავიარეთ დღეს და ფაქტობრივად შეუძლებელია შრომის გარეშე ამის ერთი ყურებით დამახსოვრება. ამიტომ გიჩვენებთ რომ ვიდეო თავიდან გადაახვიოთ, შემდეგ კი ან LeetCode-ზე, ან Codeforce-ზე შევხვიეთ და თითოეული კატეგორიის ამოცანისთვის რამდენიმე პრობლემა მოაგვართ. ეს დაგეხმარებათ როგორც ალგორითმული უნარების გამომუშავებისთვის, ასევე მომავალში ინტერვიუების დასაძლევად. წარმატებები!